მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ალექსი, თქვენი მყოფებით Dream Chasers არხზე. არც ისე ცუდი მანქანა გვყავს დღეს. ძალიან დიდი ისტორია ამ მანქანის უკან. ეს არის აშოტას მანქანა, რომელთანაც დავდივართ ხოლმე და სუქშველის ხოლმე. რა ჩეკებიც არ უნდა ენთოს ჩვენს მანქანებზე. ვინც დიდხანს უყურებთ ჩემს არხს, აუცილებლად გაგახსენდებათ, კადრშიც გამოჩნდება. მოკლედ მოგიყვებით ეხლა ამ მანქანაზე, ეს არის Porsche Taycan. ელექტრომანქანებს ხან არ ვეხებით, ხან კიდე, ასეთი დონის ელექტრომანქანები, თლად ხშირი არ არის ჩვენს არხზე, სულ პირველად ვეხები ასეთი კლასის მანქანას. რაღა დაგიმალოთ, არასდროს არც მყოლია, არც შევხები ვარ, არც მიტარებია, სულ პირველად ვეხები ეხლა და პარალელურად თქვენს აი ესე ლაივ რეჟიმში დაინახავთ ჩემს ემოციებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო დავუთმეთ ამ მანქანის ძებნას, მერე ყიდვას, მერე ჩამოყვანას და ეხლა არის აქ და ჩემს არხზე სულ პირველად კიდევ ერთხელ გავიმეორებ ესეთი დონის პროექტი. როგორც მინიმუმ ჩემი აზრით ვიმსახურებთ იმას, რომ ჩახვიდეთ ქვევით, დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გამოყვეთ ჩვენს გზაზე, ჩვენს საოცნებო მანქანებისკენ. აშოტამ რაღაც მხრივ აისრულა უკვე ეს და თავისი საოცნებო მანქანა თუ სამიზნე მანქანა რაც არ უნდა იყოს. აქ არის, აქ ყავს სულ რაღაც მცირე დაზიანება აქ, რომელიც უკნიდან აქვს, ანუ წინიდან საერთო დაუზიანებელი არის 2021 წლიანი Porsche Taycan 4S-ია. 4S არის საბაზისო ვერსიაზე ცოტა უფრო მაღალი, ანუ შუა ვერსია არის, რომელსაც ორი ძრავები და მაგ ყველაფერს დეტალურად მე მიმოხილვაშიც მოგიყვებით. ჯერჯერობით დაზიანებაზე ვისაუბროთ. აი, სულ რაღაც ეს არის ამ მანქანის დაზიანება. ესეთი მანქანების დიდი დაზიანებით ჩამოყვანა თლად კარგი არ არის, ამიტომაც ყველაზე დიდი აქცენტი გვქონდა იმაზე, რომ მაქსიმალურად მცირე დაზიანებით ყოფილიყო ეს კონკრეტული მანქანა. მით უმეტეს უკანა მხრიდან, სადაც ესეთი ძელები არის და რკინა უმეტესწილად და არანაირი დაშლა აწყობის რაღაცების არ გვეშინოდა, მით უმეტეს ნაწილები არც ისე იაფიღეს ამ მანქანებზე და აქაც კი საკმაოდ დიდ ხარჯებში ვართ, მაგრამ წინიდან რო ყოფილიყო ეს დაზიანებული, ალბათ გავაუთხმაგებდით იმ ხარჯებს, რაც ამაზე უნდა დავხარჯოთ. რაც შეეხება მანქანებს და მანქანების ჩამოყვანას, სხვათა შორის მანქანების ჩამოყვანა თუ გინდათ, ესეთი იქნება თუ სხვა, ცოტა უფრო მაღალი, ცოტა უფრო დაბალი კლასის ბიუჯეტზე არის დამოკიდებული ყველაფერი, შეგიძლიათ მოიწეროთ Instagram-ზე ან Facebook-ზე, მომწერეთ და აუცილებლად შეგარჩევინებთ, ჩამოგაყვანინებთ. ეგ იქნება ამერიკა, კორეა თუ იაპონია, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ჩამოგიყვანთ და მოკლედ ჩაგაბარებთ აი ესეთ მდგომარეობაში მანქანას. 33,000 მილი აქვს გარბენი ამ მანქანას. აუქციონზე თუ სწორად მახსოვს 37 იყო, ამდენშიც მოვიგეთ. ჩემი აზრით ძალიან კარგი ფასია, იმიტომ რომ მე ჭიდაობა მოგვიწია მანქანის ყიდვაზე, იმიტომ რომ რო ვიყიდეთ, მე არ გვატანდნენ, მე აი რაღაცა ეს პერიოდები რაღაცა ერთი ნაბიჯი წინ მიგაქ, მე ის მოდის ან არ მოდის და ნუ მოკლედ ძალიან დიდი ისტორია, ამას მოგიყვებათ თავად აშოტა. ეხლა რაც შეეხება ჩემს აზრს ამ მანქანაზე, სულ პირველად ესეთი ტიპის მანქანაში თლად ხშირად არ ვატარებ დროს, მაგრამ აი ამ ბრენდზე ვერაფერს ვერ იტყვით უც. Porsche-მ იცის როგორ აკეთოს თავისი საქმე და ზუსტად ჩანს ყველაფერი აქ. ანუ დახვეწილია, მუქად არის ულამაზესად, ჯერ ამაზე კიდევ უფრო დეტალურად მოგიყვებით ყველაფერს, როგორც მინიმუმ აქ დისპლეი, აქაც დისპლეი, დახვეწილ ფერებში არის ყველაფერი, იმდენად შეკრულად ზიხარ და ანუ იმდენად სასიამოვნო არის აქ დროის ტარება. ვერ აგიხწერთ მოკლედ და ესე მინდა რომ გაჩვენოთ. აქ რაღაც ფარები გვიდევს. ზოგი რაღაცა მოყვა მანქანას, ესეთი შუშის ჭერი გვაქვს პანორამა. ამ მანქანაზე ძალიან ბევრი ინფორმაციას მოგაწვდით მიმოხილვის დროს. ეს ეხა პირველადი აზრია, მე როგორც ჩვეულებრივ მჩვევია ხოლმე, შევისწავლი რაღაც ინფორმაციებს, რაღაცებს გავარკვევ, გავიგებ, აშოტასგანაც მოვისმენ, ცოტა ხანი იკატავებს, ატარებს ამ მანქანას, მიეჩვევა და მოგვიყვება მე თავის აზრსაც, რას ფიქრობს ამ მანქანაზე, ღირდა თუ არა ესეთი მანქანის ჩამოყვანა და მოლოდინებს გადააჭარბა თუ თლად ცოტათი ვერა ან ცოტა უფრო მეცხვარელოდებოდა მანქანისგან და ასე შემდეგ. თვითონ პირადი აზრით ძალიან მაინტერესებს, ზოგადად საინტერესო არის ხა ადამიანი რაღაცისკენ რომ მივდივართ ხოლმე და რაღაცა მიზნები გვაქვს, ხო? შეიძლება ვიყიდოთ და აი ჩვენს თავში ცოტა უფრო სხვანაირად წარმოგვედგინა რაღაცები, რაც მოლოდინში იყო ამ მანქანისგან და არა მხოლოდ მანქანებზე აქვს საუბარი. ამიტომ ძალიან მაინტერესებს ხოლმე, ანუ ადამიანი რომ მიაღწევს თავის სასურველს, როგორი შეგრძნება რა, ანუ რას ფიქრობს, რასაც ელოდებოდა მანქანისგან მიიღო თუ არა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დეტალი არის, არა მარტო ეს მატერიალურია, გასაგებია მანქანებია, მაგრამ აქ ჩვენ ყველა Dream Chaser-ები ხო, ანუ თქვენც ხო Dream Chaser-ები ხართ რაღაც მხრივ თუ უყურებთ ამ არხს და
მე დარწმუნებული ვარ, ყველას გვაქვს რაღაცა ჩვენი მიზანი, ზოგჯერ ის მიზანი ძალიან მიუღწეველი, როდესაც არის და აი ცოტა შორს რო გვგონია, ისიც კი რეალურია, მაგრამ სანამ მივდივართ და სანამ გზაზე ვართ მაგ მიზნისკენ, ზუსტად ზედმეტად ვარომანტიზირებთ ხოლმე რა რაღაცას, სანამ მივაღწევთ, ვფიქრობთ, რომ აუ ეს მყავდეს, ან ეს ვიყიდო, ან იმას მივაღწიო და всё ეგ იქნება. ზუსტად მაგიტომ მაინტერესებს ხოლმე, რომ ანუ როდესაც შეეხები შენს მიზანს, შენს ოცნებას, მერე როგორი შეგრძნება არის, ანუ რას ფიქრობ, ღირდა თუ არა და ასე შემდეგ, ამას კიდე პირადად აშოტასგან მოვისმენთ, გაგრძელეთ ამ ვიდეოს ყურება. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო პროექტი წამოვიწყეთ. აი, ამ დონეზე არასდროს არ ვყოფილ ვართ, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, მთლად, ანუ რაღაცა ტოპ სასწაული და რაღაცა შეიძლება არ იყოს ბევრისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არც ისე ცუდი გზა გამოვიარეთ. ეხლა უკვე რავი, ძალიან დიდი ხანია აშოტას ვიცნობ და ანუ ესეთი მანქანა მიხარია რომ ყავს, მინდა რომ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უკეთესი ყავდეს, რატომაც არა, მაგრამ ჯერ აქ ვართ, მოუყვებით ამ მანქანაზე, არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო. შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა რა დონის მანქანები იქნება, უბრალოდ მინდა რომ გამომყვეთ, უყუროთ ამ არხს, მიხარია რომ ბევრნი ვართ, მიხარია რომ ვიხვეწებით, როგორც storyteller-ი ვიხვეწები და მინდა რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის და მიხარია რომ როგორც გამომწერები გვერდში მიდგახართ და мотиваციას მაძლევთ უამრავს, რომ აი ყოველ დღე ავდგე, რა მნიშვნელობა აქვს ეხლა რა ხასიათზე ვიქნები, მოვიდე, გადავიღო, მოგიყვეთ რაღაცები, დავაედითო, მოვამზადო იმისთვის, რომ თქვენთვის სასიამოვნო იყოს ამის მოსმენა. მოკლედ მიხარია რომ აი მხელა community. ჩავჯექით მანქანაში, ეხლა თან ვიმოძრავებთ პატარას, თან თავის ისტორიასაც მოყვება აშოტა, როგორც გითხარით, რას გრძნობს, რა მოლოდინები ქონდა და ასე შემდეგ ამ მანქანისგან და რა მიიღო საბოლოოდ. აშოტა ზუსტად ის ადამიანი არის, რომელიც მთელი ჩვენი პროექტების მანძილზე მეხმარებოდა, რაც შეეხება ავტომობილის ელექტროობას, რა სირთულესაც არ უნდა იყოს, თუ შეეძლო და რომც არ შეეძლო, მაგ დროსაც კი გვერდში მედგა, დროს უთმობდა და ნუ მოკლედ ძალიან მიხარია, რომ ეხლა აი ასეთ მანქანას ატარებს, მიაღწია თავის სასურველს და კიდე უფრო მეცაც ვუსურვებ. აი აშოტაც მოგვიყვება ეხლა თავის ისტორიას, თავის აზრებს სამანქანაზე, რას ელოდებოდა, რო ვეძებდით, რა მოლოდინი ქონდა, რა მანქანა უნდა და ზოგადად და როგორ ამოყო თავი Porsche-ში. მოგესალმებით პირველ რიგში. ესე იგი, რაც შეეხება ამ მანქანის ყიდვა, საერთოდ საიდან მომაფიქრდა, ჩემ მეგობარს ყავს, ერთად ვმუშაობთ, ერთად თანამშრომლობთ. ივანი ყიდა პირველად მაკაცთან დავინახე ეს მანქანა, ეს მოდელი უფრო სწორედ რა, საერთოდ აიკანი და ელექტრომანქანას საერთოდ არც ფიქრობდი რა, თან მე მყავდა აქ და სულ ისეთი ელექტროზე არც ფიქრობდი არასდროს რა და მოკლედ პირველად რო გავიარე მაგის მანქანით, ჯერ მეთქი ნუ შორს არის ამის ყიდვაზე, არც კი ვფიქრობდი რა მოდელის ყიდვაზე. მეთქი ტესლათი დავიწყებ, თან ტესლა მაინტერესებდა სხვა მხრივ უფრო საქმიანობის მხრივაც. რომ დამეხვეწა რაღაც დეტალები ქონდა შესასწავლი და ახლა სulis მანქანაზე რო არ მესწავლა, მაგიტომ მინდოდა ტესლის ყიდვა. და ნელა გადავერთო მეთქი ელექტრომანქანებზე. ტესლის ყიდვა რო დავიწყე, ტესლის ძებნა რო დავიწყე, უფრო სწორედ მოდელ 3 არ მინდოდა, მოდელი G-იც უკვე, ნუ ისე იყო რომ მოდელი X-ი მომწონდა, ასე რომ ვთქვათ, მოდელი X-ზე ვფიქრობდი. მოდელი X-ი კიდე, ნუ მეთქი რაღაც ველი ვიყიდო, უკვე ახლის ყიდვა მაინტერესებდა საქმის მხრივაც. პროგრამული უზრუნველყოფაც ის უფრო საინტერესო იყო რა, ვიდრე ძველი შესწავლას, უფრო ახალი მერჩევნა რა, ახალი რომ ეყიდე და მოკლედ ამ მოდელ X-ის ყიდვა ყიდვით, ძებნით უფრო სწორედ იმხელა თანხებზე ავედი, რომ უკვე მეთქი ბარემ სხვა რაღაცაზეც შეიძლება რომ გადაერთოს ადამიანად, ხო და რავი, აი ესე ნელა მოდელ X-იდან Porsche Taycanis ძებნა დავიწყე. ჯერ უბრალოდ ვეძებდი. მეთქი ვნახო რა იცი რა ხდება რა, უბრალო Taycans ვეძებდი. მე ამ უბრალოდ Taycan მეთქი ბარემ ცოტა ბარემ და ნელა ხო, ჯერ ტესლათიც ეგრე დავიწყე მოდელ 3 მეთქი, მე ბარემ მოდელი G-ი მეთქი და მე ბორემ მოდელ X-ზე გადავედი და მოდელ X-დან უკვე Taycan-ზე გადავერთეთ რა და რა ვიცი ეს ხო ეხა კი ვზივართ რა. ეს მანქანა მოვიგეთ 37-ში მოვიგე და არ მომცა, 35-ში მოვიგე უფრო სწორედ არ მომცა. შეთავაზება ქონდა 46 ვატი მე მგონი და ანუ როგორც გახსოვს ეხა რომ გავთიშეთ რაღაც და დილით ვიღვიძე და ანუ ალექსამას დაამირიკა და მოკლედ ის არის 37-იო რა, შემოგთავაზა 37-ში თუ გინდა წაიყვანეო და ანუ სადღაც დავფიქრე მეთქი სადაც 37-ი 35-ში რა თქმა უნდა გაუბრაზდით მაგრამ
ბოლოს კაი ჯანდაბას თქვა ამ ხელაძებნის ხო ამ ხელაძებნის მერე თან პატარა დაზიანებით იყო და თან 4 ესი რაღაც და არემ 37-იც გადავიხადეთ რა. არა და სუთავიდან მოდელ 3-ის ძებნა ტესლის დავიწყეთ 15-მდე უნდა გვეპოვნა რა. და ესე ავიწე ტელეფონსაც რომ აღჭერა ისი ჯერ ნელ-ნელა მე ფლაგმანისკენ ადიხარ. ადიხარ და რა ვიცი ავედით ამ ხელათ ახაზეც, მაგრამ ღირს აი ერთი რავი რა. ძალიან მაგარი მანქანა არის. ძალიან მაგარი მანქანა არის, ყველანაირად რა. თან კომფორტული არის. ნუ ეს პირველი რავი დიდი ხანი არა რაც დავდივარ, ხა ჩამოვიყვანეთ, მაგრამ რასაც ვარაუდობდი, ცოტა უფრო სხვა ის მქონდა რა. ნუ აი ესეთი მაინც შენი რო არა ხის მანქანაზე რომ 1-2 გავიარ, კი მომეწონა, ნუ ჩქარია, სპორტული არის, მაგრამ როგორც შენ მანქანაზე გავილი, ისეთ ამამაც ხის მანქანას ვერ ატარებ. აი ხა რამოდენიმე დღე რო იარე, ანუ სხვა რაღაცა არის რა, ძალიან მაგარია. ანუ რასაც ელოდებოდი? ხო, კი, რასაც ველოდებოდი, იმაზე კიდევ უფრო მაგარი აღმოჩნდა, რა მხრივ, ვიხრივ რომ ჯერთ მეუნეონე რომ ძალიან დაბალი არის და აი თბილისში გაგიჭირდება სიარული. აი ხა ზეტების და მე-4 სერიის. ხო, ზეტების და მე-1 ხო. ზეტების და მე-4 სერიის მერე ისი ძალიან დაბალი იყო და ანუ ვიჩვეული ვიყავი, მაგრამ ამით უფრო კომფორტული რეისი გამოარის სიარული, იმიტომ რომ პნევმოპოდვესკაზე არის და იწევა ჩვეულებრივ ეს ადმე თუ მაგალითად ისეთი ადგილი იქნება, რომ ნუ ეხა ხრეშიან გზაზე არ ცვირული, ამ ცუდ გზაზე ხა რო ვიცოდე არ გავილი, მაგრამ აი იმ დღეს მაგალითად ერთ-ერთ უბანში რა იქ ახალია შენებული ის корпуსი იყო და სანადიროდ რო წახვედი ამ მანქანაზე. სანადიროდ რო წავედი, ხო. ნუ ესე ცუდი გადასასვლელი იყო რა და თავით ავიზღვი, აუწიე ჩვეულებრივად გადავედი, მე ისე დაიწია. მოიცა მაგ დეტალებში ნუ შედიხარ, არხი გამოწერეთ რომ მიმოხილვაში მოგიყვეთ ეს ყველაფერი, თორე არ ტოვებს ეს არაფერს. საინტერესო არაფერს არ ხო. ხო და მოკლედ კომფორტულიც არის, რაღაც ხრივ. სპორტულიც არის თავისთავად, პირველ რიგში სპორტული არის, მერე კომფორტული არის და რა ვიცი თან მოყვება ყველანაირად. მე რას ვფიქრობ, იცი აი ეს მაგ დეტალებზე უკვე ალბათ სხვა ვიდეოში შემდეგ ვიდეოში აუცილებლად. ამას რო დავასრულებთ, მე ლამაზ ულამაზეს მიმოხილვას შემოვთავაზებთ. კი, მე რას ვფიქრობ, იცით? აი რაღაც მხრივ ხა ყველა ბიჭის ცხოვრებაში ერთხელ დგება ის მომენტი, რომ აი Porsche მინდა რა და ჩემი აზრით ძალიან სასიამოვნოა, როცა აი ჯდები ყოველდღიურად სამსახურში წასვლისას აი ამ ლოგოს რო უყურებ და ამ ყველაფერს რო ხედავ, როგორც მინიმუმ ჩემი აზრით ღირს ყოველდღე გაღვიძება მანამდე მუშაობა შენს თავზე იქნება ეს თუ შენს ოცნებაზე არ აქვს მნიშვნელობა, ერთი და იგივე არის. მე მიხარია რომ ადამიანი აღწევს თავის მიზანს, რაღაცას რო ვისახავთ, აი დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერს, ანუ უმეტესობას მაინც რაღაცა აზრი გაგიელვებიათ, რომ აი Porsche მინდა, იმიტომ რომ Porsche არის რაღაცა ინჟინერული ეტალონი რაღაცის რა, აი ყველასთვის რაღაც ჯერ ბავშვობიდან ეს 911-ები ძველები, მე ახლები გამოვიდა და ანუ იმხელა ისტორიაა რა, ეს რაღაცა ახალი გუშინ გამოსული BYD არ არის რა, რომ ოცნებობდი ეგეთ მანქანაზე. ჩემი აზრით როგორც მინიმუმ ძალიან სასიამოვნო ნაბიჯი არის ეს აი ესე ზევითკენ მით უმეტეს როდესაც დიდხანს გინდა რაღაცა და რაღაცას რო აღწევ ვფიქრობ რომ ასე თუ ისე კიდევ უფრო დიდ мотиваციას გაძლევს რაღაცებისკენ რომ დაიძრა კიდევ უფრო თამამად და უფრო თავდაჯერებულად რომ იოცნება და დაისახო მიზნები ვფიქრობ რომ ძალიან კარგია და ასე თუ ისე ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე და მიხარია რომ აი ამ ეტაპზე ვართ და სხვათა შორის რაც შეეხება ეტაპებს აი ეს ბრონკოს ვიდეოც არ გზადებს და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ აქაც საკმაოდ ბევრი ვიწვალეთ და მოკლედ პროექტები გრძელდება, არხი გამოიწერეთ. ეს იყო ჩვენი პირველი აზრი ამ მანქანაზე, ჩვენი ისტორია ამ მანქანის ყიდვისა და ჩამოყვანის. ეხლა დარჩა იმ ისტორიის დაწერა, როდესაც აღვადგენთ ამ მანქანას და ულამაზეს ვიზუალამდე თითქმის ქარხნულამდე, ნუ მაქსიმალურად ვეცდებით რომ ქარხნულამდე აღვადგინოთ. მივიდეთ და გაჩვენოთ საბოლოო შედეგი.